მივესალმებით ჩვენს სტუმარს, ფსიქოლოგი ნათია კუჭუხიძე იქნება დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად და ვფიქრობ, რომ ეს ის თემაა, რომელიც ნამდვილად ალბათ აარსებობს თანამედროვე სამყაროში ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დამდგარა ამ ტიპის პრობლემის წინაშე, ან უგრძნიან, რომ რაღაც განსხვავებული ხდება მის თავს. 2019 წელს ემოციური გადაწვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD-11-ის ახალ რედაქციაში კი შეიტანა როგორც ქრონიკული, არაეფექტურად მართვადი სტრესის შედეგად განვითარებული სინდრომი. ორგანიზაციის განმარტებით ამ მდგომარეობას სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს. ეს არის ენერგიის გამოფიტვა, მუდმივი დაღლილობა და საქმიანობისადმი გაუცხოება, ანუ ადამიანის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შემცირება. თანამედროვე გაჯეტების სამყაროში ამ პრობლემის მასშტაბი კი, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო იზრდება. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა დაახლოებით 2/3 ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც განიცდის ემოციურ გადაღლას და მის სიმპტომებს. ამავე დროს ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური გადაწვის ნიშნები ხშირად გვხვდება ურთიერთობებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ ადამიანს უწევს მუდმივად ზრუნვა, მხარდაჭერა, დათმობა და საკუთარი ემოციური რესურსის გაღება. ხანგრძლივი ემოციური გადაწვა ისეთი რთული მდგომარეობის რისკს წარმოადგენს, როგორც შფოთვა, დებრესია, ძილის დარღვევები და სოციალური იზოლაცია. ამიტომ დღეს გვინდა ამ საკითხზე ვისაუბროთ, არა მხოლოდ პროფესიულ ჭრილში, არამედ საზოგადოებრივ და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად წარმოვაჩინოთ ის, როგორ ამოვიცნოთ ემოციური გადაწვის პირველი ნიშნები, რატომ შეიძლება ადამიანი დაიღალოს არა მხოლოდ საქმით, არამედ ურთიერთობებით და რაც მთავარია, როგორ დავიცვათ საკუთარი ემოციური რესურსი და ალბათ საკუთარი თავის შეცნობით და გაფრთხილებით იწყება ეს ყველაფერი. დღეს ფსიქოლოგთან ერთად გვინდა ვისაუბროთ ამ თემაზე. ნათია, თემა, რომელსაც გვინდა დღეს შევეხოთ, გასცდა ყველანაირ ასაკობრივ ზღვარს. ალბათ ეს არის ის საგანგაშო სიგნალი, როცა საზოგადოებაში ვფიქრობთ, რომ უნდა ამაღლდეს ამიტომ ცნობიერება, იმიტომ რომ დაიწია ასაკი, როდესაც ადამიანები განიცდიან ამ მდგომარეობას და ეს უკვე თინეიჯერებსაც აწუხებთ სასკოლო სივრცეებში საუბრობენ ამაზე. რატომ გახდა ასეთი აქტუალური დღეს ამაზე საუბარი? რატომ არის უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამ მდგომარეობის პირისპირ მარტო დარჩენილი თქვენი აზრით? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ბერნაუთის თემა, თავიდან ზოგადად ეს ტერმინი ბერნაუთი აღწერა წარმოშობით გერმანელმა და ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ეს არის ფროიდბერგერმა, ჰერმან ფროიდბერგერმა, რომელმაც 1974 წელს აღწერა ეს მდგომარეობა, როდესაც ის აკვირდებოდა ახალგაზრდა ფსიქიატრებს, რომლებიც მუშაობდნენ კლინიკაში არასრულწლოვან დანაშაულებთან. და ესეთი ძალიან დიდი ენთუზიაზმით მომუშავე ახალგაზრდები რაღაც პერიოდის მერე გახდნენ განურჩევლები, ინდიფერენტულები, ზოგს დაეწყო მოკლედ ფიზიკური სახის პრობლემები, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ძალიან ბევრი ესეთი იმედგაცრუება, დემორალიზაცია მოყვა ამას და გამოფიტვა ფიზიოლოგიური და ზუსტად ეს სამი პატერნი არის დამახასიათებელი ემოციური გადაწვისთვის. ესე იგი, ძირითადად აღმოჩნდა იმ ადამიანებში, ვინც ეხმარება სხვა ადამიანებს, რომელსაც აქვთ მძიმე ფსიქიკური სახის პრობლემები. ამის მერე უკვე იყო ასეთი ავტორი, დღესაც ცოცხალია თუ არ ვცდები, ჯოან ბორისენკო, რომელიც იყო ექიმი განათლებით და ასევე იკვლევდა ავადობის წარმოშობის მექანიზმებს. და ის დააკვირდა, რომ ესე იგი, როდესაც ადამიანი ძალიან ინტენსიურად მუშაობს, არის იდეით შეპყრობილი, ვთქვათ, ბევრს მუშაობს, მიყვება ამიდეს. ეს არის პირველი ეტაპი ბერნაუთის, ანუ არის სარისკო, ხვდებით? ანუ როდესაც მუდმივად მოცული არის თავისი სამსახურით და უკვე აღარ აქცევს ყურადღებას იმას, რომ უნდა ეძინოს მაგალითად, რომ უნდა დაისვენოს, ხო? ახლობლებს უნდა დაუთმოს ყურადღება. ეს პირველი სტადია, ზოგადად აი ფროიდენბერგერმაც აღმოაჩინა 12 სტადია ბერნაუთის. პირველი სტადია არის ეს იდეით შეპყრობილი ადამიანის ინტენსიური მუშაობა.
ხო? არა იძულებითი, ნებაყოფლობითი, კი ბატონო. როდესაც აი მე უკვე ხდება ის, რომ უფრო ინტენსიური ხდება მუშაობა, მარტო მუშაობით მოცულია, ანუ მეორე ეტაპი ეს არის. შემდეგ ხდება ის, რომ თანდათანობით ადამიანი კარგავს კონტაქტს ახლობლებთან, ანუ მიდის იზოლაციაში, ანუ აღარ მიდის ვთქვათ, მეგობრებთან წვეულებაზე წასვლას აღარ ახალისებს, ანუ ხალისს კარგავს. ხვდებით? და ნელ-ნელა ეს ღრმავდება. შემდეგ არის, რომ ადამიანი ძალიან ბრაზდება მაგალითად, ხო? ანუ როცა ბერნაუთი ღრმავდება. ხვდებით? და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ თუ ბერნაუთის სიმპტომები ვიცით და შევიგრძნობთ ამას, ჩვენ უკვე მართვა შეგვიძლია და აღარ ვაძლევთ საშუალებას, ვთქვათ, ორგანიზმს რომ წავიდეს გამოფიტვისკენ ან დემორალიზაციისკენ. ამ სტადიების ბოლოს სტადიისკენ. იცით რა, აი ნელ-ნელა ხდება ის, რომ ადამიანი, ესე იგი, ემოციურად ხდება ესეთი განურჩეველი თავისი სამსახურის მიმართ, შეიძლება საერთოდ გადააფასოს რაღაცეები და თქვას, რომ ეს იგი მე რაღაცა ტყუილად მუშაობ, ხო? სხვათა შორის ახლა დღევანდელ საზოგადოებას რო შეხედოთ, ძალიან ბევრ პროფესიაში შეიმჩნევა ეს ამბავი. შემდეგ არის ის, რომ ესე იგი ამ გამოფიტვას მოყვება სიცარიელის განცდა და ამ სიცარიელის შევსებას უკვე ადამიანები იწყებენ სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით, მაგალითად ალკოგოლის მოხმარებით, რაღაცა მეების თქვათ, ნარკოტიკების მოხმარება, ესე ღონმუცელობა იწყება, ხო, რაღაცა შევსებას ცდილობს, აშლილობას არ ვიტყოდი, ანუ მოხმარებას იწყებს უფრო მეტის, იმისათვის რომ შეივსოს ეს სიცარიელი. შემდეგ არის უკვე ის, რომ ესე იგი ადამიანი უკვე ეწყება ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვათა შორის ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს, ანუ თავის დასვენების საშუალებას არ აძლევს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ხო? აი შეწირულია, ხო, თითქოს სამსახურსა და ამ დროს აქვს ავადობები, აი ვირუსული ავადობებიდან დაწყებული, შეიძლება იყოს ძალიან პირდაპირ კორელაციაში გულსა-საყრდა სისტემის პრობლემები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ესეთი ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ან მუდმივად მოჭიმულია და ამიტომ ძალიან რადიკულარული ტკივილები, ეს ყველაფერი, ოღონდაც აი პირდაპირ ეს სახელს ვერ არქმევენ, ხო, ექიმებთანაც რო დადიან, ანუ არ არის არაფერი სტრესის ამბავია, ხო? და ამ დროს ეს არის გახანგრძლივებული, ანუ ქრონიკული მდგომარეობა. ხო, არ არის ერთჯერადი, თქვათ, 2 კვირის ასე შემდეგ. ხო, ეს ნელ-ნელა თუ არ მიხედა ადამიანმა თავს, მე ეს რაღაცები ღრმავდება. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ ეს ბალანსი მეტნაკლებად შეძლოს და შეინარჩუნოს ცხოვრებაში? აი, პროცენტულად დაახლოებით როგორ ნაწილდება, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული რიცხვები, ხო, სტატისტიკა, რომელზეც მუშაობენ პროფესიონალები და გვაძლევენ რეკომენდაციებს, როგორი უნდა იყოს, თქვათ, აი ეს ემოციების გადანაწილება, ეს იქნება ურთიერთობებზე, საქმეში, განმარტოვებაში. უფრო ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ ემოციების მართვა ადამიანმა დრო ისწავლოს, ხო? ანუ დასწავლადი ეს ყველაფერი. ამასთან ერთად თქვა სპეციალისტის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლმე ცოტა გვიან სტადიებს, სანამ გვიან სტადიებამდე მივალთ, ხო? სანამ დეპრესია გამთარება და ბოლო სტადია არის იდენტობის დაკარგვა, როცა ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება ვინ არის, ხო? ეს ძალიან ძიმე ამბავია. დაავადება ეს ბერნაუთი შეიძლება დაემართოს ადამიანს. დაავადება არა. დაავადება არ თქვათ რა, რაღაც მდგომარეობა არის ეს. მდგომარეობა. რის შედეგადაც შეიძლება გამთარდეს დაავადებები. კი ბატონო, და შეიძლება დაემართოს ადამიანს მაშინაც კი, როდესაც ის თქვა სიამოვნებით აკეთებს თავის საქმეს, ის თითქოს არ იღლება ამ ყველაფერში, უყვარს თავის საქმე, მაგრამ ეს ხდება, ანუ რაღაცა დაუსვენებლობის ხარჯზე შეიძლება. აი, ხა ნახეთ, მოდით ესე დავაკვირდეთ, ხო, ის რომ სიამოვნებით აკეთებს საქმეს, ეს კიდე დამცავია, როცა ადამიანს უკვე თავის საყვარელ საქმიდან სიამოვნებას ვერ იღებს, ეს უკვე ძიმე ამბავია. თორე თუ მოცულია, მაგალითად, სიამოვნების აკეთებს, მაგრამ ამ დროს არ ძინავს ღამე, მაგალითად, არ ისვენებს, ხო? ეს სხვა სტადია, ეს არის ზუსტად პირველი სტადია. ხვდებით ბერნაუთის და აი თუ დავფიქრდებით ახლა და დავაკვირდებით ჩვენს მდგომარეობას, მაგალითად, რამდენად ვართ სამსახურით მოცულები, აი 10-დან, ესე რომ ვთქვათ, ხო? თუ გვაქვს 7 და 8, ხო, 7 და 8
იკავებს, ანუ ჩემი სამსახური, ჩემი მთელი დროის აი ამ ნაწილს. მაშინ ეს უკვე დასაფიქრებელია, რომ რაღაცები უნდა შევცვალოთ. დაახლოებით რომელ სტადიაზე უნდა იყოს, თქვა, აი 10 ბალიანი სისტემით, სად უნდა იყოს სამსახური, რომელ რიცხვზე უნდა გაჩერდეს? ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაც ესე იგი ესეთი კვლევა არსებობს, სადაც 42%, მაგალითად მთელი დროის ადამიანის 42% უნდა ეთმობოდეს დასვენებას. ანუ საკუთარ თავზე ზრუნვას. დანარჩენი აი მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც დასვენებად მიიჩნევენ იმ მომენტს, როცა თქვათ დაიღალა მთელ დღის განმავლობაში, იმუშავა, სამსახური მოიარა რაღაცა და მოვიდა სახლში და ისევ თქვათ აიყო რაღაც გაჯეტი და დაიწყო ამ ფილმის ყურება და ამით თulis რომ ისვენებს. მაგრამ ემოციური ფონი აქ მძაფრდება თუ როგორ ყველა ადამიანი არის ძალიან ინდივიდუალური არსება, თუმცა რასაც მიიჩნევს დასვენების ფორმა. რასაც თქვენ მეუბნებით, ხო თუ ადამიანის დროის გატარება შემოიფარგლება იმით, რომ მარტო სამსახური და სახლი და გაჯეტი, ხო ეს უკვე არის ბერნაუთის სიმპტომი. ხვდებით? და ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ადამიანს მარტო გაჯეტი არ ჭირდება სიამოვნების მისაღებად, მას ჭირდება სიახლოვის განცდა, ხო, ახლობლებთან, მეგობრებთან, თუ ამას კარგავს, ბუნებასთან ურთიერთობა, კი ბატონო, აი თუ ამას კარგავს, ეს უკვე ბერნაუთის ამბავია და ეს ხდება სამსახურის ხარჯზე, ხვდებით, იმით რომ აი ბევრს მუშაობს მაგალითად. იმიტომ რომ ეს არის გადაწვა, როცა ადამიანი ბევრს მუშაობს, ემოციურად იტვირთება, იმ შემთხვევაში, როცა აქ მაღალი პასუხისმგებლობა და უნდა რომ რაღაცეები უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს. ხვდებით? ანუ შესაბამისად, ხო, აი ეს რო არ დაკარგოს ადამიანმა, მას ჭირდება თვითონ ეს რეგულაცია, ენერგეტიკული რეგულაცია რო დაისწავლოს. აი რა დროს ხდება უკეთ. მე მაგალითად ჩემი პაციენტი მყავდა, ერთი მახსენდება, რომელიც მეუბნეოდა ეგეთ რამეს, რომ ის რა ქვია 4 საათი მყოფნის მე ძილისთვის, ხო და როდესაც 4 საათი და როდესაც გავაკეთეთ ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც აქ ამჟამად ყოფნაში ეხმარება ადამიანს, ხო, mindfulness პრაქტიკიდან, აი მაშინ იგრძნო, რომ აიმე როგორ მეძინება. ხო, იმიტომ რომ იმდენად დატვირთულია ტვინი ამ დროს, რომ სხეულთან კონტაქტს კარგავს და ეს არის ზუსტად ბერნაუთის ამბავი. ხო, აქ დაახლა ყოფნა შეეხეთ და ეს ძალიან საინტერესო და აქტუალურია ეს თემაც რეალურად. ადამიანები მუდმივად წარსულის გადაფასებით და მომავლის გეგმებით არიან მოსულები და ის წამი, რომელშიც ახლა არიან და რეალურად რომელიც ყველაზე ძვირფასია, რჩება ხოლმე კადრს მიღმა. აი, როგორ უნდა მოახერხონ ადამიანებმა თუ არსებობს რაიმე პრაქტიკები, რომლითაც უფრო მეტად ახლოს იქნებიან ახლანდელობასთან, ანუ აწყოში დარჩენიან. ძალიან ბევრი თერაპიული პრაქტიკა არსებობს ამისოთ, დასწავლადია ეს ყველაფერი, ერთ-ერთი მაგალითად აი mindfulness პრაქტიკა, ასევე სხვა რაღაც ხეულებრივი სავარჯიშოები იმისათვის, რომ აქ და ამჟამად იგრძნოს ადამიანმა თავი უკეთ. და შეცვალ, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ წარსულში რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით. მომავალი ჯერ არ დამდგარა, შესაბამისად, ცვლილებები ემოციურიც, ფიზიკური სახის, ენერგეტიკული შეგვიძლია მხოლოდ აქ და ამჟამად. თქვენ თქვით, რომ ადამიანი, რომელიც აი რაღაც ერთგვარად ციკლება სამსახური, სახლი და თუნდაც გაჯეტი იყოს, ეს ან რაღაცა სხვა კიდე, მესამე ან მეოთხე იყოს რაღაც სხვა. არ აქვს შესაძლოა ადამიანს ეხლა რამდენი მაყურებელი ყავს ასეთი, რომელსაც შეიძლება არ აქვს საშუალება მივიდეს ფსიქოლოგთან. აი რა შეუძლია გააკეთოს ასეთ დროს სახლში? თვითონ რა შეუძლია გააკეთოს? ხომ არ შეიძლება გარემოს ხშირი ცვლილებაც კი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ შენ ამ მდგომარეობიდან თავი დააღწიო. მაგალითად, თუ შენ ხვდები, რომ შენი მარშრუტი გადის შენი საძინებელი ოთახიდან სამზარეულოზე, სამსახურზე, ხო, რაღაცა ტრანსპორტი, უკან დაბრუნება და მერე ვთქვათ ისევ ან სახლის საქმე, ან თუნდაც ტელევიზორთან გაჭეთან გატარებული დრო, რა შეიძლება დავამატოთ ამ ციკლს ისეთი, რაც მე რომ გარემოს გამომიცვლის, განწყობას გამომიცვლის, სხვა ადამიანებთან შემხებლობის შესაძლებლობის სივრცეს ვიპოვი,
ყოველდღიურად რა შეიძლება დანერგოს ადამიანმა ასე მარტივად რომ რაღაცნაირად თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას. კი ბატონო, აი ძალიან მარტივად შეიძლება უბრალოდ გავიდეს სახლიდან, უბრალოდ გაისეირნოს. ან დაფიქრდეს იმაზე, თუ აი მაგალითად ბავშვობაში რა მაძლევდა სიამოვნების განცდას. იმიტომ ძალიან ხშირად ბერნაუტის ერთ-ერთი სიმპტომია, როცა ადამიანი სიამოვნებას ვეღარ განიცდის და ამბობს, რომ აი რაღაცეები აღარ არის ის, რაც ადრე მსიამოვნებდა, ეხლა აღარ მსიამოვნებს. გაიხსენოს რა იყოს ასიამოვნო მისთვის ბავშვობაში, რომელი სასიამოვნო საქმიანობა იყო, რომელსაც ის აკეთებდა. მაგალითად, დიდი სიამოვნო ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი ხანდახან ესე ახსენდებათ ხოლმე ჩემს, აი მღეროდი და ეს სიმღერა როგორი ის იყო. ხო, ის რომ სადღაც თქვათ ფეხი დადიოდა და ასეირნობდა იმათთან ერთად, თქვათ ოჯახის წევრებთან ერთად, სადღაც ბაღში, მაგალითად, ბაღებს ნაკლებობა გვაქვს მართალია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესე ბუნებასთან სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ის რომ რაღაცა ვითამაშოთ თუნდაც ჩემ შულთან ერთად, რაღაცა თამაში, რომელიც არ იქნება მაგალითად ონლაინ და იქნება გარეთ, ბურთით, რა ვიცი, გავისეირნო ველოსიპედით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი პატარ-პატარა რაღაცები, რაც ადრე მანჭებდა სიამოვნებას. ნაყინი ვჭამო გარეთ გავიდე, ხო? აი რაღაც ესეთი რაღაცები ელემენტარული. მეგობართან თუნდაც რა თქმა უნდა, რომელიც დიდი ხანი არ მინახავს. შეაწუ ხო? რაღაც, მაგრამ ხო ან ჩაიზე ახვიდე. ხო იყო რა ეს. კი ბატონო. ხო ხერხი. რა. და ონის ყოველდღიურად სამსახურში ვარ და სულ მეუბნები რომ აი ხა გაზაფხული და გათბება, სად არა გათბა? შენთან შენ სეზონში ყავას დავნები. ისე მოვიდა ზაფხული რომ ეს მეჩვენე. აი ხო ხედავთ, ანუ ძალისხმევა ჭირდება ამას და ძალიან ხშირად, როდესაც ბერნაუტია, ხო სიმპტომია ბერნაუტის, ადამიანს ეს ძალისხმევა არ ყოფნის. მაგრამ როცა ვიცით ამის შესახებ, მაშინ ვაკეთებ. და ბოლოსკენ დენათია კი. ხო და აი ბოდიში ერთი წუთით მაპატიე ზუსტად ამის თქმა მინდოდა რომ თავარი მე მგონი მაინც არის იდენტიფიცირება რა ხო სიმპტომის ზუსტად თავარი ამას თუ დავარქვათ სახელი სიმპტომებზეც ახლა ვისაუბრეთ სპეციალისტთან ერთად თუ ამას აღმოვაჩენთ ხო უბრალოდ რაღაცა დამატებით არის შესატანი ამ ჩვენ ყოველდღიურ ციკლში ესეც კი შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტავი მე მაგალითად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ხა არ მღეროდნენ. მაგალითად, ჩემს ამით, მაგრამ ცეკვავდნენ და ეხლა სახში დაიწყეს ცეკვა. იცი მარტო, იცი როგორ შველის ეს სხეული ამოძრავებს. შენ მებაღეობით ხარ ეზოში და ეს ერთი, მე სკოლაში ასწავლი ბავშვებს, თეატრში, ფიზიკურად იხარჯები როლი რო გააკეთო, ხო, გამოძერწო პერსონაჟი და შენ ისე და ეზოში ბაღში. ხლა, დადიხარ რაჭაში. ხო, ეგ ანუ ბევრი ამას აკეთებს და ამიტომ საუბრობთ ახლა ჩვენ შენი ცხოვრება კი არ მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს უბრალოდ მინდა რომ დაფიქრდეს რა შეიძლება შემოიტანო მარტივად შენ ცხოვრებაში რამე ისეთი რაც არ იყო შენი ყოველდღიურობის ციკლის აუცილებელი და მაინც ალბათ თავარი რომ აი საწყის ეტაპი რაზეც ვისაუბრეთ იდენტიფიცირება პრობლემის და ეს მინდოდა ბოლოს შეჯამებისთვის სანამ დაგემშვიდობებით რომ გავუსვათ ამას ხასი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარ თავთან გაატარონ დიდი დრო და ეს თვითშემეცნების კომპონენტი არსებობდეს რომ პირველ რიგში გაერკვიონ რა უნდათ რა ანიჭებს სიამოვნებას და მერე დაიწყონ უკვე ამ ყველაფრის კეთებ. კი ბატონო. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად, ანუ ამაზე დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ რაღაცას აღმოვაჩენთ, მაშინ ახლა ჩვენ სივრცეში არსებობენ ადამიანები, ვისაც შეგვიძლია მიმართოთ, რომ ისინი უფრო მეტად დაგვეხმარონ. ძალიან დიდი მადლობა ნათია კუჭუხიძე გსტუმრობდა ფსიქოლოგი, რომლისგანაც ვისმენდით რჩევებს და დაგემშვიდობებით.